საქართველოში განხორციელებულმა სოციალურმა ექსპერიმენტმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. UNICEF ჯორჯიას დაკვეთით გადაღებულ ვიდეოს 40 მილიონზე მეტი ნახვა აქვს და ისეთი მედია საშუალებების ყურადღების ცენტრში მოექცა, როგორებიცაა CNN, BBC, Euronews და მრავალი სხვა. ვიდეო იწყება წარწერით, რას გააკეთებდით თქვენ 6 წლის ბავშვი ქუჩაში მარტო რომ გენახათ. შემდეგ კი ორ განსხვავებულ შემთხვევაში ხალხის ქცევაა დაფიქსირებული. დღეს საქართველოში უსახლკაროდ უამრავი ბავშვია. ექსპერიმენტმა საზოგადოებას სწორედ ამ პრობლემაზე დააფიქრა. პირდაპირ ეთერში სულ რამდენიმე დღის წინ Facebook-ზე წავაწყდი ძალიან საინტერესო სოციალურ ექსპერიმენტს, ვიდეო რგოლს, ასეთი სახელწოდება ჰქონდა, რას გააკეთებდით თქვენ 6 წლის ბავშვი ქუჩაში მარტო რომ გენახათ. ვუყურე თავიდან ბოლომდე ორი განსხვავებული შემთხვევა არის ნაჩვენები და ბუნებრივია ჩვენი მაყურებელიც ნახავს ამ ვიდეო რგოლს. თუ უკვე არ ნახა, იმიტომ რომ მართლაც ვირუსივით მოვედო მთელ სოციალურ ქსელს და დავფიქრდი იმაზე, ცოტა შემეშინდა საკუთარი თავით და დავფიქრდი იმაზე, მე როგორ მოვიქცეოდი იმ ადამიანების ადგილას რომ ყოფილიყავი. ამ ექსპერიმენტმა დააფიქრა ალბათ ძალიან ბევრი მომხმარებელი სწორედ იმ თემაზე, რომ დღეს მსოფლიოში უსახლკაროდ უამრავი ბავშვია დარჩენილი და მე მგონი დროა საზოგადოებამ რაღაცა ცნობიერება შეიცვალოს და სხვა თვალით შევხედოთ ამ პრობლემას, სხვა კუთხით დავინახოთ, თუნდაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. აღსანიშნავია, რომ სოციალური ექსპერიმენტი გაეროს ბავშვთა ფონდის დაკვეთით Switch Communication-მა დაამზადა და ამ ვიდეოს 40 მილიონზე მეტი ნახვა აქვს და ისიც ძალიან სასიამოვნოა, რომ უცხოური მედია საშუალებების ყურადღების ცენტრიც მოექცა, CNN, BBC, Euronews, მოკლედ ყველაფერ ამაზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. მაია ქურციკიძე, კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი, გაეროს ბავშვთა ფონდი, აკა მელიქიძე, Switch Communication-ის კრეატიული დირექტორი, თამარ შარაშიძე, საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასის ბავშვთა პროგრამის მენეჯერი. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მოგდანებისთვის. ალბათ მთავარი მიზანი ის არის, რომ დაფიქრდე, როდესაც ამ ვიდეო რგოლს ნახავ და მე მგონი ეს მიზანი მიღწეულია, იმიტომ რომ ჩემს გარშემო ვინც ნახა, ყველას მსგავსი შეგრძნება ჰქონდა. ცოტა ხანს ჩერდები, თიშავ და ფიქრობ, რას იზამ და როგორ იზამდი. საიდან გაჩნდა იდეა ზოგადად, რომ მსგავსი ტიპის პროექტი გაკეთებულიყო? დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისათვის. მინდა დავაზუსტო, რომ უკვე 90 მილიონზე მეტი ნახვა აქვს ამ ვიდეოს და 2 მილიონზე მეტი გაზიარება და ყოველ წუთს იზრდება ეს რიცხვი და მართლაც ყველაზე პოპულარული ვიდეოს, რაც UNICEF-ს შეუქმნია, მე მგონი გაეროს და ძალიან გვიხარია. და დაგვეკავშირდა უამრავი მედია საშუალებიდან, უცხოური მედია, ადგილობრივი მედია, რომლებიც ცდილობენ ასევე არა მარტო გააზიარონ ეს ვიდეო, არამედ ისაუბრონ ამ თემაზე, იმ პრობლემაზე, რომლის წამოჭრასაც ჩვენ ამ ვიდეოთი ვცდილობთ. თქვენი ხალხთა ძალიან სასიხარულო სიახლე გითხარით, როცა გითხარით, რომ უკვე 90 მილიონი ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ადამიანები რაღაცნაირად შინაგანად მზად იყვნენ და ზუსტი მგზავნილი არის ამ შემთხვევაში. დიახ, მთავარი მიზანი თქვენ როგორც სწორად ბრძანეთ იყო, რომ ადამიანები დაფიქრებული იყვნენ თავიანთ ქცევაზე. ჩვენ ყოველდღე ვხედავთ ამ ბავშვებს ქუჩაში, მაგრამ ვერ ვხედავთ და ამავდროულად ვერ ვამჩნევთ ვერ ვამჩნევთ იმ პრობლემებს, რომელთა წინაშეც ეს ბავშვები დგანან. თვალსაც ვარიდებთ. ოფიერება ჭამს ამ. ესე იგი არ უნდა დაგვაბწოს, რომ ის რომ ეს ბავშვები ქუჩაში არიან, ის მათი არჩევანი არ არის. მათ ხომ არ უნდათ რომ ქუჩაში იყვნენ, ისინი გარემოებათა მსხვერპლი არიან და იმიტომაც არიან ქუჩაში. ჩვენი ბრალია, ყველა თითოეული ჩვენთაგანის ბრალია, სახელმწიფოს ბრალია, რომელმაც ვერ დაიცვა ეს ბავშვები დროულად, ამიტომ ჩვენ გვმართებს პასუხისმგებლობა ასევე თუ იმაზე რომ რატომ არიან ეს ბავშვები ქუჩაში და ასევე ძალიან ხშირად გვესმის რომ აი აგრესია მოდის მათგან და ესეც სტერეოტიპია და სტიგმა საკმაოდ ძლიერი ამ ბავშვების მიმართ. გონიათ რომ ესენი არიან რაღაც ასოციალური ქცევის ბავშვები, რომელთაც მხოლოდ აგრესია მოდის. ასე არ არის. თვითონ აი ეს ბავშვები რას გრძნობენ, ამაზე თუ დავფიქრებულ ვართ ჩვენ, ხომ? და ძალიან ხშირად გვისაუბრია ჩვენ, ვინც მუშაობთ ამ ბავშვებთან, თუ ისინი რას გრძნობენ და ისინი ძალიან დიდ გაუცხოებას გრძნობენ საზოგადოებისაგან, იმიტომ რომ საზოგადოება უყურებს მათ ასე, სტიგმა აქვს ძლიერი და ამიტომ მათგანაც აი ეს იმპულსები მოდის. ჩვენ თუ სხვანაირად შევხედავთ ამ ბავშვებს, შევხედავთ როგორც ჩვენს სრულუფლებიან და თანასწორ მოქალაქეებს, რომელსაც აქვთ რაღაცა პრობლემები და დავეხმარებით ამ პრობლემის გადაჭრაში, რასაკვირველია. და იმიტომაც იყო ეს ვიდეო ესეთი პოპულარული, რომ და გამოძახილი პოვა მართლაც სრულიად განსხვავებულ საზოგადოებებში. მე მიკავშირდებოდა გუშინ ბრაზილიიდან, ესპანეთიდან, ბელგიიდან, განსხვავებული კულტურის და საზოგადოების და მეუბნებოდნენ თუ რა პოპულარულია ეს ვიდეო მათ ქვეყნებში. ალბათ იმიტომ, რომ თვითოულმა საზოგადოებამ თავისი თავი ამოიცნო. ის პრობლემა ყველას აწუხებს.
პასუხებს და ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ გვაქვს ამის საშუალება და კიდევ ერთხელ ნახოთ ეს ვიდეო რგოლი და შემდეგ უკვე აკასთან გვექნება შეკითხვა როგორ ჩამოყალიბდნენ როგორ შეიქმნა საბოლოოდ აი ეს სივრცე რაც ამ ვიდეო რგოლშია გადმოცემული ვნახოთ კიდევ ერთხელ ექსპერიმენტი ახლოს ხორო? იბედი რა? ალბათ ლოგიკური იქნება რომ აკას დავუსვათ შემდეგი შეკითხვა, იმიტომ რომ რეალურად თქვენი დამსახურებაა რომ ამდენი ნახვა ქონდა და ზუსტად ამ ფორმით განახორციელეთ ეს პროექტი და მოიფიქრეთ ყველაზე სწორი გზა რომ დავფიქრებულიყავით ჩვენც და ყველა ვინც ნახა ეს. ძალიან მომეწონა, არ არის ზედმეტად ხაზგასმული რაღაცა სიუხეში ან რაღაცა ნატურალური ბუნებრივი ხო რეალობაა რაც ხო მარტო ჩვენი დამსახურება არა რა თქმა უნდა ან ძალიან კარგი ტანდემი შედგა UNICEF-თან, იმიტომ რომ ის მუხტი, რომელიც მე მივიღე მაიასთან პირველი შეხვედრის დროსვე, იმან განაპირობა ის, რომ ამ პრობლემას მეც შევხედე აბსოლუტურად სხვა თვალით, ჩვენ ყველა ვინც მონაწილეობდით ამ პროექტში და უკვე ან ქუჩაში რომ გამოვედი, მივხვდი რომ ამ ბავშვებს უკვე სხვანაირად უყურებ და იმის მერე სულ ვეფერები და შენი თქმის არ იყოს. სულ მაქსიმალურად ვცდილობ რომ სითბო ვაჩვენო. რა თქმა უნდა მარტო ჩემი და მარტო მაიასი და მარტო კიდაც 10 ადამიანი საკმარისი არ არის, ამიტომ მე ჩვენ ვეცადეთ რომ აი ეს გრძნობა რომელიც მე მუხტი რომელიც მე მივიღე UNICEF-თან საუბრის შემდეგ რომ უნდა მოგვეფიქრებინა როგორ განვახორციელოთ ის რომ საზოგადოებამ ამას შეხედოს განსხვავებული თვალით ჩაფიქრდეს რაც ფოკუსირება გააკეთოს იმისთვის რომ შემდეგ ეს პრობლემა რამენერად მოგვარდეს რა თქმა უნდა მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა საქართველოს გვაინტერესებს პირველ რიგში ხო? ხო ნუ აი ამან განაპირობა ის რომ ვფიქრეთ ესეთ სოციალური ექსპერიმენტი თვითონ მაშოსთვისაც რთული იყო ხომ გადაღებები, იმიტომ რომ ანანოსთვის ხო ბოდიში, იმიტომ რომ მან შეწყვიტა იმდენად ემოციური იყო. იმდენად ემოციური იყო. ანანოსთან სანამ დავიწყებთ გასაგები წინასწარ ვიცოდით ეს რა თქმა უნდა, ანუ ეს არაფერი ესეთი არ მომხდარა რომ ჩვენ წარმოდგენა არ გვექნებოდა რა რეაქცია ექნებოდა ხალხს. რა თქმა უნდა ვიცოდით რა რეაქცია ექნებოდა ხალხს, იმიტომ ის ხალხი ვართ ჩვენც, ხო? ზუსტად. ხო.
ამიტომ ძალიან დიდი სამუშაო ჩავატარეთ ბავშვთან, რომ ტრავმა არ მიეღო საბოლოო ჯამში. მან იცოდა, რომ ჯერ გამოუკვეთა თავისი 6 წლისთვის გამოსვლილი მსახიობი არის, რამოდენიმე სარეკლამო რგოლში ყავდა უკვე გადაწყვეტილი. წარმოიდგინე, რომ შესაძ მსახიობი ბავშვი, რომელიც მომზადებული იყო იმისთვის და ანდონეზე ეწყინა და იტირა, წარმოიდგინეთ იმ რეალურ პატარა ბავშვებს. ყოველ დღე ესეთ ალბათ თამარს აქვს ზუსტად ასეთ ბავშვებთან აქტიური და ძალიან ხშირი კონტაქტი და ბუნებრივია თქვენ უკეთ იცით მათი პრობლემები, მათი განცდები, მათი დამოკიდებულება იმ რეალობის მიმართ, სადაც ისინი ცხოვრობენ. ზოგადად სტატისტიკა როგორია, ესეც საინტერესო იქნება, რამდენ ბავშვს უწევს, რომ დღე და ღამე გაატაროს. უბრალოდ სტატისტიკა სამწუხაროდ დღეს მდგომარეობით არ არსებობს. 2007 წელს გაკეთდა ბოლო სტატისტიკა, რომელიც არის საკმაოდ მოძველებული. დღეს ამჟამად მიმდინარეობს ზუსტად მუშაობა და იმედი გვაქვს, რომ გაეროს ბავშვთა ფონდი ჩვენ გვერდზე იქნება და სტატისტიკა მალე გვექნება უახლოეს მომავალში. ჩვენი ორგანიზაცია სხვა ორგანიზაციებთან ერთად სახელმწიფოსთვის დღესდღეობით წარმოადგენს სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციას. 2014 წლიდან უკვე სახელმწიფო ჩაერთო პროგრამაში, ანუ სახელმწიფო პროგრამაში შევიდა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ქვეპროგრამა, თუმცა 2012 წელს მოხდა გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად ევროკავშირის დაფინანსებით დაიწყო დიდი ინიციატივა. მანამდე ჩვენი ორგანიზაციები მუშაობდნენ, საქართველოს კარიტასი 2007 წლიდან მუშაობს ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებთან, მაგრამ ეს მუშაობა ცალკე NGO-ების იყო რაღაც წერტილოვანი დარტყმა. დღეს უკვე სისტემა მუშაობს, თუმცა რა თქმა უნდა არასაკმარისია, საჭიროა სხვადასხვა უწყებების ერთობლივი და ჰარმონიული მუშაობა. მარტო ჯანდაცვის სამინისტრო ან მარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერაფერს ვერ გახდება თუ არ იქნება ერთობლივი მუშაობა. მე მინდა მიულოცო ყველას, რომ შედგა სოციალური ექსპერიმენტი, საკმაოდ წარმატებულია და მეც კი დავფიქრდი, მიუხედავად იმისა, რომ მე ამ ბავშვებთან 2007 წლიდან მუშაობ, დავფიქრდი, რომ კონკრეტულ მომენტში მე რას გავაკეთებდი, თუმცა მე ცოტა ამაყი ვარ, იმიტომ რომ მე ვიცი რას გავაკეთებდი და ალბათ შეცდომას არ დავუშვებდი, თუმცა არაფერს არ გავკითხავ, შეიძლება ჩემი ოჯახის წევრმა ანალოგიურად მოიქცეს, იმიტომ რომ უბრალოდ არ იცის ხალხმა და ეს სტიგმა. კვლევის შემთხვევაში რაც დავფიქრდით, რომ არიან ბავშვები მართლა უპატრონო და არიან ბავშვები, რომელსაც ოჯახი ყავთ. უბრალოდ პატარა მაგალითს მოვიდა რამოდენიმე წლის უკან შევხვდით პატარა ბიჭს, რომელსაც თითები ჰქონდა შეწებებული, ეს არ ხსნებოდა რა, ესეთი დეფექტი ჰქონდა რა დაბადებიდან. მათხოვრობდა. და ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ გავაკეთებინა ოპერაცია. მოკლედ მეორე დღეს მივაკითხეთ ამ ბავშვს და მე დედას უნდა ვკითხო, რომ მივედით სახლში, ამ დედამ აგვიგზალა, რომ არაფრის დიდებით ეს არის, რის გამოც უფრო მეტ ფულს აძლევენო და აი ეს შემთხვევებიც არის, როდესაც ოჯახი არის ამ შემთხვევაში. ძალიან სხვადასხვა შემთხვევები არსებობს, სხვადასხვა ბექგრაუნდი აქვს ამ ბავშვებს რა. და ძალიან მძიმე ცხოვრება აქვს გამოვლილი, თქვა მოზრდილ ადამიანსაც არ ექნება ნანახი იმდენი ტკივილი და წარმოუდგენელი, რაც სასაც ეს ბავშვები განიცდიან. რატომ გადიან ქუჩაში? გადიან, იმიტომ რომ ღარიბ ოჯახებში ცხოვრობენ და ხშირად ეს სიღარიბე გადაჯაჭვულია სხვა სახის პრობლემებთან, როგორიც არის მაგალითად ძალადობა ბავშვების მიმართ და ხშირად ოჯახებში მათზე ძალადობენ და ათასნაირი ძალადობის ხვერპლი არიან, სექსუალური და სხვა ტიპის ძალადობის ხვერპლი და შემდგომ გადიან ქუჩაში, სადაც არანაკლებ ძალადობრივი გარემო ხდებათ მათ. და ასევე სხვა ტიპის პრობლემები არის. ასე რომ ეს ბავშვები თავისთავად უკვე მძიმე ცხოვრებით მოვიდნენ ამ ქუჩაში. ტრამვირებულები არიან და ძალიან დიდი მუშაობა სჭირდება სპეციალისტებს, რომ ისინი უკან გამოსტაცონ ჯერ ქუჩაში, იმიტომ რომ თითოეული საათი, რომელსაც ბავშვი ქუჩაში ატარებს, აკავებს მათ აი ამ ქუჩაში და უფრო და უფრო რთული ხდება ამ ბავშვების გამოყვანა და ამიტომ ეს თქვა და ბავშვს წარმოუდგენია ესეთი გადაწყვეტა საქმის, რომ მისცეს ამ ბავშვს ფული. ფული არ უნდა მისცეთ ამ ბავშვს, იმიტომ რომ ეს მიცემული ფული აკავებს უფრო ბავშვს ამ ქუჩაში. დიახ, იმიტომ რომ სწორედ ეს უნდა ცხებს, რომ ბავშვმა ქუჩაში ფული მიიტანოს სახლში. ჯობია თქვა რაღაც უყიდოთ ან რაღაც საკვები მივიცეთ ან თუმცა და შემდგომ შევატყობინოთ სპეციალისტებს და ჩვენ მაგას საზოგადოებას მოუწოდებთ რომ შეცვალოს დამოკიდებულება, მაგრამ ძალიან ხშირად გვისვამენ კითხვას, აი რა გავაკეთოთ, ხო? ფული არ მისცეთ და მეორე დაურეკოთ 112-ს ან 1505 ცხელი ხაზი და შევატყობინოთ მათ ამ ბავშვის არსებობის შესახებ, რის შემდეგაც უკვე სპეციალისტები, სოციალური მუშაკები მივლენ და შეისწავლიან სიტუაციას. მიდის ადგილზე შეისწავლის სიტუაციას და თუ თქვათ აღმოჩნდა რომ ეს ბავშვი ძალადობის ხვერპლია, ოჯახს აქვს აუტონომიური მდგომარეობა, მაშინ ხდება ბავშვის ოჯახისგან განრიდება?
ეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში. თამარმა ახსენა იმ სახელმწიფო პროგრამა, რომელიც UNICEF-ის და ევროკავშირის დახმარებით 2013 წლიდან განხორციელდა, შარშან დამთავრდა, თუმცა ახლა სახელმწიფო აგრძელებს უკვე. ამ პროგრამის ფარგლებში შეიქმნა მობილური ჯგუფები, რომლებიც თბილისში მუშაობენ და ქუთაისში, ასევე დღის ცენტრები და ღამის თავშესაფრები, კრიზისული ცენტრები და ეს მობილური ჯგუფები, სადაც შედიან სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, ისინი მუშაობენ ბავშვებთან ქუჩაში. ახდენენ მათ იდენტიფიცირებას, იმ პრობლემების იდენტიფიცირებას, ეხმარებიან და მიყავთ შემდგომ ამ დღის ცენტრებში ასვლა. კანონმდებლობის დონეზე თუ არის ესეთი კანონი დაუშვათ, როდესაც ხედავთ და გამოვიკულიეთ, რომ ოჯახი არის ამის მამოძრავებელი. შემდგომ სოციალური მუშაკები იკვლევენ სიტუაციას, თუ ოჯახში ბავშვი არის ძალადობის მსხვერპლი და უკვე ბავშვის ყოფნა ოჯახში არის საფრთხის შემცველი მისი ჯანმრთელობისთვის, მისი კეთილდღეობისთვის, მხოლოდ იმ შემთხვევებში ხდება გაცალკევება ოჯახისაგან. და ეხლა შევიდა ცვლილება კანონში, სადაც უკვე მიუსაფარი ბავშვის დეფინიცია მოხდა და უკვე სოციალურ მუშაკს აქვს უფლება გამოიყვანოს ბავშვი. ამ კვლევის პერიოდში ოჯახში რჩება ხო სავარაუდოდ სანამ არ დადეს. კვლევას მინდა შევეხო, უბრალოდ თქვით რომ კვლევა არ ჩატარებულა, სტატისტიკა არ არის, მაგრამ ჩვენი მუშაობის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ეგრეთ წოდებული სტიგმა, რომელიც სოციალური ექსპერიმენტიც აჩვენებს, იარლიკი აქვს ბავშვები, ეგრეთ წოდებული ეთნიკურად ბოშები, მაგრამ ჩვენი სტატისტიკით 50% ბავშვების, რომლებიც ქუჩაში არიან ეთნიკურად ქართველები. რა მნიშვნელობა აქვს ეთნიკურად? ანუ იგივე კომენტარების შემთხვევაში დიახ, იმიტომ რომ ქართული საზოგადოებიდან წამოვიდა არაერთგვაროვანი კომენტარები და ამიტომ მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამ ბავშვიდან 2-დან 1 არის ეთნიკურად ქართველი, შეიძლება მეზობლად ცხოვრები. თქვენთვის მინდა მეკითხა, რაც შეეხება ბოშებს, ეს საუკუნეების მანძილზე არის პროფესია ოჯახური, ხო, როგორც მე ვიცი. ეს ცალკე თემა ალბათ ვიდრე დავუშვათ არა. დიახ, თუმცა ბავშვი, რომელიც არის ქუჩაში, არ აქვს მნიშვნელობა თუ რა ეთნიკური წარმომავლობის არის. მე მაგას არ დავეხმაროთ, მათ ახლა თქვა ბოშების რაღაც კულტურული თავისებურებების ბოშების, ეს რომელიც საუკუნეების მანძილზე არის. გეთანხმებით, ეს მსოფლიო პრობლემაა, თუმცა ბავშვი ყველა ბავშვია და ჩვენ როგორც სპეციალისტები არ ვასხოვებთ და ეთნიკურ ბოშებთან საკმაოდ წარმატებული кейსები ქონია, რომელიც გამოდის ამ თავისი უფრო რთული სამუშაო ალბათ ბოშებთან ვიდრე და მაიკო მახსენა რომ ბავშვი როდესაც გადის რამოდენიმე საათია ქუჩაში ან თუნდაც რამოდენიმე დღე მასთან წარმატებულია ბევრად მუშაობა ვიდრე ბავშვი რომელიც წლებია ცხოვრობს ქუჩაში. აკა გამოხმაურებაზე ვსაუბრობდით და ქალბატონმა თამარმა აღნიშნა რომ არაერთგვაროვანი იყო. ძირითადად რა ტიპის კომენტარები მოხდა ასე ვთქვათ ამ სოციალურ რგოლს? საქართველოს მასშტაბით. საქართველოს მასშტაბით ხო ჩვენი რეალობა გვაინტერესებს უფრო მეტად. ხო, ანუ არაერთგვაროვანი იყო, პოზიტიური, ანუ ის რომ ხალხი ზოგი დაფიქრდა და ეს მწარე რეალობაა და ზოგს რემლი წამოვიდა და თავი დაადანაშაულა სწორად და მიმედი მაქვს რომ ეს ადამიანები როგორც მე ჩემ შემთხვევაში შეცვლიან თავის დამოკიდებულებას. ანუ მე კომენტარებს დაუბრუნდებიან, მე როგორ ხედავს საერთოდ ამ პრობლემის მოგვარებას. ანუ ჩვენ ერთ-ერთი კომენტარი იყო, ჩვენ რა ვქნათ ჩვეულებრივ ადამიანებმა, ამას სახელმწიფო უნდა მიხედოს, ამას სოციალურ მონაცემად. ჩვენ საზოგადოებამ თუ არ მივაქციეთ რაღაცაზე, არ აქცენტი არ გავაკეთეთ ფოკუსი და სახელმწიფოს, რომელიც არის ჩვენი დაქირავებული მთავრობა, ხო? არ მიუთითეთ, რომ აი ეს პრობლემაა და ჩვენ ეს გვაწუხებს და გადაწყვიტეთ. არ გადაწყდება, ხო? ანუ ამაზე არის საუბარი, რომ ყველა ჩვენთაგანმა ყურადღება მივაქციოთ ამას. მე მინდა იმ კომენტარების ავტორებს მიმართო, რომ უბრალოდ თქვათ, რომ ეს პრობლემა არის და არა აქვს მნიშვნელობა, ბოშა არის ის ბავშვი, ქართველია, სომეხია, რა მნიშვნელობა აქვს? ანუ იმითი ვიკვეხნით სულ, რომ ქართველები ტოლერანტულები ვართ და ყველა ძალიან ბევრი კომენტარი იყო, აი თითი სახელმწიფოსთან გაიშვირეთ სახელმწიფოსკენ და არა ჩვენსკენ. აი ეს იყო რამდენი ბევრი კომენტარი. საკუთარ თავს რომ აღმოაჩენ იმ ადამიანებში და
შენ თავზე დაგრეზებულმა ვინ დაადანაშაულო აღარ იცი. სახელმწიფოს პასუხისგებლობას რასაკვირველი არავინ არ უარყოფს. ბუნებრივია, რომ სახელმწიფოს ძირითადი პასუხისგებლობა აქვს, რომ ბავშვი ქუჩაში არ იყოს და ჩვენ ამაზე თან დაკავშირებით მუშაობთ თავრობასთან. გარდენის ჟურნალისტი ჩამოსული რამოდენიმე წლის წინ, უცა შუქი არ იყო საერთოდ საქართველოში, ტომ უაით ჰაუსი ესეთი კულტურაზე წერდა და გაგიჟდა ეს ერთი თვე იყო და შუქი არ არის ერთი თვე და რა შევით კი მე თუ შუქი რო არა გაქვთ რა და არა გვაქვს მეთქი და თქვენ რა გონიათ რომ ჩვენი ხელისუფლება ინგლისისო ძალიან გაგიჟებული რომ რაღაცები გაგვიკეთოსო ჩვენ მოვითხოვთო ის რაც აუცილებელია რომ გქონდეს და მაშინის ჩვენი დაქირავებული მთავრობა როგორც თქვენ ახსენეთ იძულებული ხდება რომ ეს ჩვენ შეგვისრულოს თუ საზოგადოებამ ეს აქცენტები არ დასვა და არ მოითხოვა რა თქმა უნდა სახელმწიფოც არ იქნება ესეთი აქტიური ხო ანუ ეს ბავშვები არიან ჩვენი საზოგადოების ნაწილი და ანუ სრულუფლებიანი ხო და ანუ მათ ჯანსაღი საზოგადოება თუ გვინდა რომ იყოს, ანუ ეს პრობლემაც აუცილებლად უნდა გადაწყვეტოს. და ეს ბავშვები იზრდებიან და ხვალ და იქცნენ ამ საზოგადოების, ასე ვთქვათ, მოზრდილ წევრებად, რომელთაც შესაძლოა გადაწყვეტილებების მიღებაც დაჭირდათ მნიშვნელოვან საკითხებზე და ჩვენ ყველას ინტერესებშია, რომ არ გვყავდეს ესეთი ჯგუფები. ტრავირებული ბავშვები, რომელიც სამომავლოდ როცა გაიზრდებიან, შეიძლება ისეთი ქმედება გააკეთონ, რომელიც რა თქმა უნდა საფრთხეს უქმნის და მხოლოდ ამ ჯგუფის ბავშვებთან დაკავშირებით არა, საერთოდ საზოგადოებაში არსებობს იგივე ძალიან მაღალი სტიგმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ. აი ამ სხვადასხვა ჯგუფების მიმართ, რომლებიც საზოგადოებისაგან რაღაცით განსხვავდებიან. მათ მიმართ ძალიან მაღალია ჩვენ საზოგადოებაში სტიგმა და ამიტომაც ჩვენი საზოგადოება თუ არ დავძლიეთ ეს სტიგმა, ვერ განვითარდებით, იმიტომ რომ შეუძლებელია საზოგადოებაში გყავდეს ესეთი ადამიანები და შენ ასეთი დამოკიდებულება გქონდა და შენ გქონდეს პრეტენზია, რომ რაღაც განვითარებულ საზოგადოება გერქვას. უმეტესი მადლობა მინდა გითხრათ ბრძანების და საერთოდ აი ამ ექსპერიმენტისთვის იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ძალიან. ეს ექსპერიმენტი იყო, რომელმაც მეც შემცვალა და რაღაცა სხვა და იმედია რომ რამდენი ნახვაცა ყველა ადამიანი იგივე და ვეცადოთ ყველა ბავშვს შევხედოთ როგორც საკუთარ შვილს. უმეტესი მადლობა თქვენ. ძალიან დიდი მადლობა ასეთ საინტერესო თემისთვის და საინტერესო საუბრისთვის. შევისვენოთ მათ სულ ცოტა ხნით, დავბრუნდებით რა თქმა უნდა რამდენიმე წუთში.